ქვემო ქართლში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა წლებია გამოწვევად რჩება. მარნეულის ქუჩებში მიუსაფარ ძაღლებს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით. ეს პრობლემა მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რომ ცხოველები მძიმე პირობებში ცხოვრობენ და მათი სიცოცხლე მუდმივად საფრთხის ქვეშაა. მიუსაფარი ძაღლები ადამიანებისთვისაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ისინი შესაძლოა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების პოტენციურ წყაროს წარმოადგენდნენ. 2019 წელს მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად ცხოველთა თავშესაფარის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში დადგა. იმ პერიოდში აღინიშნა, რომ თავშესაფარი ქალაქ რუსთავში აშენდებოდა. თუმცა ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, რომ თავშესაფარის ასაშენებლად მარნეულის მუნიციპალიტეტში ყიზლაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია შეირჩა. შერჩეული არის მარნეულის მუნიციპალიტეტში ეგრეთ წოდებულ ყიზლაჯლოს ადმინისტრაცია. მარნეულში მოქალაქეების ნაწილი აღნიშნულ სოფელში რეგიონული მასშტაბის მქონე თავშესაფარის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი თქმით, პროექტის განხორციელებამ შესაძლოა ანტისანიტარიული პრობლემები გამოიწვიოს, ხელი შეუწყოს უსიამოვნო სუნის გავრცელებას და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გარემოს შექმნას. მშენებლობის ტერიტორიის სიახლოვესთან მაცხოვრებელი მოქალაქეები აცხადებენ, რომ საკითხის მიმართ თავიანთ პოზიციას კანონით გათვალისწინებული გზებით დაიცავენ. ვეწვიეთ მარნეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელს ყიზლაჯლოს, სადაც 10,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მაცხოვრებელთა პოზიციის გასაგებად და აზრი მოვისმინეთ. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ძაღლების თავშესაფრის მშენებლობის ნაცვლად სოფლისთვის უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური პრობლემების მოგვარებაზე გამახვილდება ყურადღება. ყიზლაჯლოს მაცხოვრებლები მაგალითისთვის ასახელებენ კოდას ტერიტორიაზე მოქმედი ღორის სადგომს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სადგომი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს, ადგილობრივების თქმით, მისი გავლენა ანტისანიტარიის თვალსაზრისით ახლო მდებარე დასახლებებზე, მაგალითად ჯანდარსა და მარნეულის მოედანზე იგრძნობა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ძაღლებისთვის თავშესაფრის დასახლებულ პუნქტთან ახლოს შედარებით მაღალ ადგილზე აშენებამ შესაძლოა მიმდებარე დასახლებაზე გარემოს დაცვითი სანიტარული კუთხით დამატებითი გამოწვევების შექმნას. ყიზლაჯლოს სოფლის სასულიერო პირებიც მიიჩნევენ, რომ თავშესაფრის აშენების გადაწყვეტილება სოფლის სიახლოვეს შემახლებულ ადგილზე ხელახლა უნდა გადაიხედოს. მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა განაცხადა, რომ ძაღლებისთვის თავშესაფარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და გარემოზე შესაძლოს ზეგავლენის მინიმუმამდე დასაყვანად ყველა აუცილებელი ღონისძიება გატარდება. საკითხს მწვავე შეფასება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდანაც. მათი წარმომადგენლები აკრიტიკებენ მარნეულის ყიზლაჯლოს ტერიტორიაზე თავშესაფრის მშენებლობის გეგმას და მიიჩნევენ, რომ მსგავსი ობიექტი დასახლებული პუნქტიდან გაცილებით მოშორებით უნდა განთავსდეს. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მარნეულის მერის მაშინდელმა მოადგილემ ზაურ ტაბაძაძემ განაცხადა, რომ ცხოველთა თავშესაფარი რუსთავში აშენდებოდა. გადაწყდა, რომ აშენდეს სარაიონთაშორისო მაზანძალა ძაღლების თავშესაფარი ქალაქ რუსთავში. ამ ეტაპზე პროექტის მშენებლობის დაწყების თარიღი და დასრულების ვადები განსაზღვრული არ არის.